მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მოკლედ ახალი ამბით მოვედი. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გაიგებს, არა უშავს, მაგრამ ვიღაცები გაიგებენ თან გაუხარდებათ. ნუ 1000-ჯერ მithქვამს რომ ვარ ჭიათურიდან, მე ვცხოვრობ ჯარბელაში, ესეთი უბანია და ჩემ სახლამდე მანქანა არ მიდის, იმიტომ რომ ისეთი მოხვეულები აქვს, იქ არის ბევრი ეკალბარდები, რაღაცები და ჩვენ გვაქვს ესეთი ბალახი, რომელსაც ქვია კატა, რა ქვია დედა? კატა-ბარდა. კატა-ბარდა, ესე ქვია. ბალახი კატა-ბარდა, რომელიც აი ესე ეკალასავით იზრდება, ღობეებზე ეხვევა და ტყის ბალახია. აი ნახეთ როგორია, აი სპეციალურად, აი ესეთი ბალახია, ეს არის კატა-ბარდა. აი ესე დაიცადეთ გაჩვენოთ როგორ გავაკეთებთ. ნახეთ, ეს დედაჩემმა დარეცხა, გარეცხა უფრო სწორად, აი ეს და ესე ჩაის ტილოზე დადო, აი ესე. ნეტა ჩანს. აი ესე გარეცხა, ეხლა ეს შეშრება ცოტა, ესე გაშრება და მერე დუღარე წყალში ჩავაწყობთ. ჩავაწყობთ დუღარე წყალში და ეს მოიკუჭება თავისით და ამოვიღებთ და გაცივდება. მერე მოვხრაკავთ ხავში დედა, ხო? წვრილად დაჭრილ ხავში. კიდე რა უხდება? ქინძი, ცოტა ნიორი და პეტრუშკა. ნუ მოკლედ ახლა ეს გვაქვს უკვე გამშრალია და ხვალ გაჩვენებთ უკვე გამზადებულს. აი ნახეთ როგორია, აი ესეთია კატა-ბარდა, რომელიც იზრდება ცოტა ისეთ ტყეც არა, მაგრამ აი ესე და მოკლედ ხვალ გაჩვენებთ. აი ნახეთ როგორია, აი ესე. ხვალ დედა რისთვის არის სასარგებლო? ყველაფრისთვისო დედაჩემო. ერთი სიტყვით ხვალ გაჩვენებთ როგორ იქნება, ოღონდ ცოტა გვიან გაჩვენებთ, იმიტომ რომ ეხლა ეს ვიდეო ხო გადავიღე, მე იმ გაკეთების დროს თუ გაკეთებულს რო გაჩვენებთ, გადაწეპება არ ვიცი, უნდა გავაგზავნო, შემიწებონ და მე ისევ გავაგზავნი და მე დავდებ. და აგერ 4 წუთიც გავიდა და ამ გრძელ ვიდეოებს არავინ არ უყურებს და რა ვქნა არ ვიცი. დროებით კარგ ხასიათზე მინდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, გაიხარეთ. აი ძვირფასებო, დაპირებული კატა-ბარდა. ესე იგი ნახეთ ახლა ქინძი მოვაყარე, მოვშუშე ხავში და მოგატყუე დედაჩემმა მოშუშა. არა უშავს. მოვშუშეთ ხავში და ზემოდან მოვაყარეთ ქინძი და ეს ქინძი აი ესე ახლა კარგად აურიოთ, შევდგა მაცივარში და მერე მივირთმევ. აი კატა-ბარდას ფხალი. რა საოცარია. ბავშვობაში გვიკეთებდნენ ხოლმე ამას, თან ეს დაგათვალიერებინეთ უცბად. ეხლა ყავას დავლევ ლიმონით და ვიქნები ბედნიერი. ბედნიერება და სიხარული თქვენ.